წლის წინაშე თქვენთან ერთად სამხედრო ფიცის დადებით მე ამაღება რომ ვარ ქართული ჯარის რიგებში და ვიცავ მის ღირებულებებს. წარმატებით და წარსულობით დაასრულებ რეკორდის კურსი და ვემსახურების საქართველოს. აი აქ არის შედრული სალამი. ქართველობა ყოველთვის იდგა. ეს არის გაუჯობესებული წვევანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მეხუთე საარტილერიო ბრიგადაში გაიარეს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, ულოცავ სამხედრო ფიცის დადებას, მათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს სამშობლოს წინაშე თავიანთი ვალის მოხდის მიზნით. აღთხოვანებული ვარ იმ ფაქტით, რომ სამხედრო მოსამსახურეების უმრავლესობა იმყოფება ნებაყოფლობით. დღევანდელ დღის მიზღვნილ სამხედრო ცერემონიალს ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ნათლად დაინახეს თუ რამხელა პატივი და პასუხისმგებლობა ემსახუროს სამშობლოს. რეკრუტებს 8 კვირის განმავლობაში ჩაგვიტარდა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, რომელიც მოიცავდა როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სწავლებებს. მეცადინეობები ჩაგვიტარდა საინჟინრო, პირველად სამედიცინო დახმარებისა და ტოპოგრაფიის კუთხით, რომელიც ასევე მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებებს. ასევე გავიარეთ საცოცხლე მომზადება, რომელშიც შედიოდა იარაღის გამოყენების წესები და სროლა. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო თითოეულ სერჟანტსა და მეთაურს მიღებული გამოცდილებისათვის. ჩემი აზრით თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაროს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, რადგან ეს არა მარტო სამხედრო, არამედ სამოქალაქო ცხოვრებაშიც გამოგვადგება. შესაძლებლობა მოგვეცა რომ გვეცხოვრა და გაგვეტარებინა ერთი დღე ჯარში, დავასწარით ასევე ფიცის დადების ცერემონიასაც, რომელმაც ჩემში ძლიერ შთამბეჭდავი და ემოციური განწყობა დატოვა. ასევე მოვინახულეთ ჯარისკაცების სასადილო საცხოვრებო და სპორტული დარბაზები, რომელმაც სპორტულმა დარბაზმა დიდი შთამბეჭდობა დატოვა ჩემში, იმიტომ რომ ყველანაირად აღჭურვილები იყვნენ, ასევე გავეცანით ტექნიკას.